ყველაზე მასშტაბური ტესტ-დრაივი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე კომპანია Kia Motors ჯორჯიასა და ბანკი რესპუბლიკის ინიციატივით გამართულ რბოლას ორგანიზატორებმა შეჯიბრის სახე მისცეს. ტურნირში 160 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ტესტ-დრაივი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ერთდროულად 4 ტრასაზე მიმდინარეობდა. მონაწილეობდა Kia-ს სხვადასხვა მოდელები გატესტეს ტურნირის ფინალურ ეტაპზე 15-მა საუკეთესო მიასპარეზა. შეჯიბრის ორი გამარჯვებული Kia Motors-ის გადაწყვეტილებით ავსტრალიაში გაემგზავრება და იანვრის ბოლოს პოპულარულ საჩოგბურთო გათამაშებას დაესწრება. დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ 3 მოდელი, რომელიც უშუალოდ ტესტ-დრაივში იღებს მონაწილეობას. ეს არის პიკანტო მცირე ზომის, სერატო C-კლასი, რომელიც არის 2013 წლის მოდელი, ჯერ არც ერთი არ გაგვიყიდია და დღეს პირველად აქვთ შეხება ზოგადად მომხმარებლებს მასთან და Kia Sportage. ჩვენ ბანკი რესპუბლიკა ჯგუფი სოციეტა ჟენერალი ძალიან მოხარულებია და ჩვენმა გუნდმა სამწუხაროდ ერთ-ერთმა ვერ მოვიგეთ თქვენმა კოლეგებმაც, მაგრამ მომავალში გეგმავთ რომ ისეთი დიდი გრანდიოზული ავტორბოლო გავუკეთოთ. გამომდინარე იქიდან რომ Kia არის ნამდვილად კომფორტული მანქანა და მე ეს გამოვწადე და კარგად დაძვრება აი ამ ბარიერებში. ყველას ურჩევ რომ ბანკი რესპუბლიკის განმოდებით შეიძინონ ეს მანქანები. ეს შეიძლება რომ აღნიშნოთ Kia Motors-მა დააწესა ორი გამარჯვებულისთვის, ანუ რამდენიმე გამარჯვებული იყო, მაგრამ ორი მთავარი პრიზი ფინალში გამარჯვებულები, ეს არის Australian Open-ზე საჩოგბურთო ჩემპიონატზე გამგზავრება და არა მარტო გამგზავრება, არამედ მთლიანად თამაშების ნახვა, თამაშების შემდეგ საღამოზე დასწრება სპორტსმენებთან იქ ექნება საშუალება რომ გაიცნონ, გაესწავლონ, ძალიან მე მგონია რომ ძალიან მაგარი პრიზია.